ჩვენ უკვე განვიხილეთ საინფორმაციო დამატებითი დაფების ყველა დაფა. ეხლა კი განვიხილოთ თითოეული დაფის გამოყენების წესები და როგორ უნდა წავიკითხოთ იგი კონკრეტულად მოცემულ საგზაო ნიშნებთან ერთად. აქ მოცემული გვაქვს 4 დაფა, რომლებსაც ქვია მანძილი ობიექტამდე. განვიხილოთ ეს მაგალითი. ცალკე აღებული მოცემული საგზაო ნიშანი, როგორც ვიცით, წარმოადგენს მაფრთხილებელ ნიშანს და იგი იდგმება დაუსახლებელ პუნქტებში 150-300 მეტრით წინ ოსალონელი საფრთხის წინ, ესე ვთქვათ. ამ დამატებითი დაფით კი მისი აზრი და დადგმის მანძილი იცვლება და მოცემულობას ესე ვკითხულობთ. უსორმასორო გზა შევხვდებათ 500 მეტრის შემდეგ და მძღოლი, რა თქმა უნდა, სანამ ამ 500 მეტრს გაევლინდეს, ანამდე ემზადება შესაბამისად, ნუ შეამცირებს დროს. მობრუნების ადგილი, ასე ქვია ამ საგზაო ნიშანს. მითითებული დაფით კი ხვდებით, რომ 200 მეტრის შემდეგ შეგვიძლია შევასრულოთ მობრუნება. შესვლა აკრძალულია 100 მეტრის მანძილზე. უგაცრავად 100 მეტრი მანძილის შემდეგ შესვლა აკრძალული გვაქვს. რაც შეეხება ამ დამატებით დაფას, მიუთითებს, რომ გაუჩერებლივ გავლა აკრძალულია 250 მეტრის შემდეგ. 250 მეტრის შემდეგ დაგვხვდება SDEC ნიშანი, სადაც მძღოლი, რა თქმა უნდა, ვალდებულია გაჩერდეს და გზა დაუთმოს გადამკვეთ გზაზე მოძრავ ტრანსპორტს. დავიმახსოვროთ, ესე იგი, ამ 4 დაფას ქვია მანძილი ობიექტამდე. აქ მოცემული გვაქვს 6 დაფა, რომლებიც მიუთითებენ ნიშნის მოქმედების ზონას, რა მანძილზე აქვს მოცემულ საგზაო ნიშანს ძალა. ეს მოცემულობა ასე უნდა წავიკითხოთ. ესეც მაფრთხილებელ ნიშანს წარმოადგენს და გვაფრთხილებს, რომ ვინაიდან აქ დაუსახლებელი პუნქტია, 150-300 მეტრის შემდეგ გზა შევიწროებულია მარჯვენა მხრიდან. ხოლო ეს დაფა კი უკვე მიუთითებს, რომ ამ შევიწროებული გზის მონაკვეთის სიგრძე გახლავთ 100 მეტრი. აქ კი ვინაიდან ამგრძალავი ნიშანი გვაქვს, რომელიც გვიგზავნავს სატვირთოებით გასრებას და იგი ძალაში შედის დადგმის მომენტიდანვე, მაშინ ამ მოცემულობას ვკითხულობთ შემდეგნაირად, რომ სატვირთოთი გასრება აკრძალულია ნიშნიდან მითითებულ მანძილზე. ამ მანძილის გავლის შემდეგ ეს ნიშანი კარგავს თავის ძალას. შემდეგ შეგვიძლია შევასრულოთ გასრება. რეკომენდირებული სიჩქარე. შეგახსენებთ, რომელიც არავალდებულ წყალს იმოძრაობს მითითებული სიჩქარით. ამას ვკითხულობთ ესეთნაირად. ამ მანძილის გავლას ჩვენ გვირჩევენ ვიმოძრაოთ 50 კმ/სთ სიჩქარით. რეკომენდაციას გვაძლევენ, რომ მოცემული მანძილი გავიაროთ მითითებული სიჩქარით. დანარჩენი უკვე დამოკიდებულია მძღოლზე, თუ როგორ მოიქცევა. გაჩერება აკრძალულია და ეს ის არის მიუთითებს, გაჩერება აკრძალულია მითითებულ მანძილზე, ნიშანს ძალა აქვს კონკრეტულად ამ შემთხვევაში 10 მეტრში. თუ ასეთი ის არის გამოყენებული აღნიშნულ საგზაო ნიშანთან, ეს იმას ნიშნავს, რომ მოცემული საგზაო ნიშანი ვრცელდება როგორც მის წინ, ასევე მის შემდეგ. რაც შეეხება ამის არს, იგი მიუთითებს მოცემული საგზაო ნიშნის მოქმედების დასასრულს. ნიშნის ძალა დასრულდა ამ წერტილში და მას ძალა აქვს მის წინ და არა შემდეგ. თუ ეს ნიშანი არ იქნებოდა, მინდა განმარტება გავაკეთო, ამ შემთხვევაში მოცემულ კონკრეტულ საგზაო ნიშანს ძალა აქვს მის წინ და შემდეგ ძალა ექნებოდა
პირველივე გზაჯვარედინამდე ან დასახლებული პუნქტის ბოლომდე, ანუ როგორც გვაქვს ნასწავლი. აქ მითითებულია გაჩერება აკრძალულია მარჯვნივ 30 მეტრის მანძილზე. აი ასეთი დანიშნულება გააჩნიათ ამ საგზაო ნიშნებს და დავიმახსოვროთ, მათ ქვიათ ნიშნის მოქმედების ზონა. რაც შეეხება აღნიშნულ ისრებს, დავიმახსოვროთ, რომ მოცემული ისრები მიუთითებენ ნიშნის მოქმედების მიმართულებას. ცალკე აღებულ ამ საგზაო ნიშანს, როგორც ვიცით, ეწოდება მოძრაობა აკრძალულია და ამ ისრების მეშვეობით ჩვენ ხვდებით, რომ მოძრაობა აკრძალულია მარჯვნივ და მარცხნივ. რაც შეეხება დანარჩენი მიმართულებით, მოძრაობის უფლება გვაქვს, ანუ პირდაპირ და მობრუნების უფლება გვაქვს. სერვისის ნიშანი, რომელიც დასავლეთ წყალს მიუთითებს, ამ ისრით ხვდებით, რომ დასავლეთ წყალი მდებარეობს მარჯვნივ და მოკლედ ეს ძალზე მარტივია, ეს ისრები მიუთითებენ საგზაო ნიშნების მოქმედების მიმართულებას. აქ მოცემულია ტრანსპორტის ტიპები თვით საში ტვირთის ჩათვლით და ეს ნიშნები, როდესაც გამოყენებულია რომელიმე საგზაო ნიშანთან, დავიმახსოვროთ, რომ ნიშნის მოქმედება ვრცელდება კონკრეტულად მოცემული ტიპის სატრანსპორტო საშუალებაზე. მაგალითი, ამ დამატებითი დაფის გარეშე ეს ნიშანი ნიშნავს, რომ ყველა უნდა ვიმოძრაოთ მარჯვნივ, ხოლო ეს დამატებითი დაფა უკვე ცვლის აზრს და მოცემულობას ვკითხულობთ შემდეგნაირად. მოძრაობა მხოლოდ მარჯვნივ სათვირთო ავტომობილებისათვის, ანუ იმ ტრანსპორტისთვის, რომლის მასა 3.5 ტონაზე მეტია და მაგალითში ნათლად ჩანს. სადგომი ადგილი და მითითებული სატრანსპორტო საშუალებებისათვის, ანუ სადგომი ადგილი გამოყოფილია მხოლოდ მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებებისათვის და რა თქმა უნდა ამ სათვირთო მოთხოვნა დაარღვია. ეს დაფები აღნიშნავენ სადღესასწაულო დღეებს, სამუშაო დღეებს, საათებს და ასე შემდეგ. ქონდა ამაზე საუბარი. თუ ეს დაფები გამოყენებულია კონკრეტულად რომელიმე საგზაო ნიშანთან ერთად, მაშინ ეს დაფები მიუთითებენ მოცემული საგზაო ნიშნის მოქმედებას განსაზღვრულ დროში. კერძოდ, ამ შემთხვევაში გაჩერება გვეგრძელება მხოლოდ სადღესასწაულო დღეებში და დასვენების დღეებში. დანარჩენ დღეებში ეს საგზაო ნიშანი ძალაში არ არის. აქ პირიქით გაჩერება გვეგრძელება სამუშაო დღეებში, ანუ ნიშანი მოქმედებს მხოლოდ სამუშაო დღეებში. პირდაპირ დღეებია მითითებული, რომ ამ დღეებში არ შეგვიძლია გაჩერება. ამ საათებში არ შეგვიძლია გაჩერება. ესეც მარტივი დასამახსოვრებელია და დავიმახსოვროთ, რომ მოცემული დაფები განსაზღვრავენ კონკრეტულად საგზაო ნიშნის მოქმედების დროს. აქ მოცემული გვაქვს სატრანსპორტო საშუალების დაყენების ხერხები, სადგომზე დაყენების ხერხები და კონკრეტულად აქ საუბარია მსუბუქ ავტომობილზე. თუ აქ ჩახატული იქნებოდა სხვა სატრანსპორტო საშუალება, ესე იგი მოთხოვნა ეხება იმ ტრანსპორტს, რა ტიპის ტრანსპორტიც არის ჩახატული ამ დაფაში. კიდევ ვიმეორებ კონკრეტულად აქ საუბარია მსუბუქ სატრანსპორტო საშუალებაზე და მის დაყენების ხერხზე. სადგომი ადგილი მსუბუქი ავტომობილისათვის და მითითებულია დაყენების ხერხი. და აქ ყველა ეს მოთხოვნა შეასრულა. პატარა განმარტება სურს გაიგეთოთ, ეს მათემატიკური ნიშანია და ნიშნავს ნაკლებობას, ანუ მოცემული ტრანსპორტი ნაკლებია 3.5 ტონაზე და ამიტომაც არ არღვევს იგი მოძრაობის წესებს. აქაც მითითებულია
სადგომი ადგილი დაყენების ხერხით და საუბარია მსუბუქ ავტომობილზე. ეს მსუბუქი ავტომობილი გახლავთ, მაგრამ არ შეასრულა დაყენების ხერხის მოთხოვნა, ამიტომ მას დაარღვია. ეს კი მათემატიკური ნიშანია, რომელიც მეტობას აღნიშნავს, ესე იგი ეს ტრანსპორტი 3.5 ტონაზე მეტია და ამიტომ არ ღვევს. ამ ტრანსპორტს კი მოთხოვნა არ დაურღვევია. ცალკე აღებულ ამ დაფას ქვია გამორთული ძრავი. ანუ მოთხოვნა ასეთია: დგომა ნებადართულია გამორთული ძრავით. აღნიშნულ სურათზე ეს მოცემული ტრანსპორტი არ ღვევს, ვინაიდან ჩანს, რომ ჩართული ძრავით დგას. ფასიანი მომსახურება, დღეს უკვე ყველგან ფასიანი მომსახურება სადგომ ადგილზე და მით უმეტეს ბენზოგასამართ სადგურზე, რა თქმა უნდა გადავეხადოთ საწვავის ხირებულება. დგომა შეზღუდულია დროში, ანუ დგომა ნებადართულია 30 წუთის განმავლობაში, როგორც აქ არის მითითებული. ეს ცალკე აღებული ნიშანი დასვენებელ ადგილს ნიშნავს, ხოლო მითითებული დამატებითი ნიშანი კი მიუთითებს, რომ დასვენებელ ადგილზე არსებობს ორმო ესტაკადა, სადაც მძღოლს შეუძლია ქვემოდან შეხედოს თავის სატრანსპორტო საშუალებას გამოცვალოს ზეთი და თუ რამე უწესრობა აღმოფხვრას. სრული მასის შეზღუდვა ამოყენებული ამ ნიშანთან ერთად ნიშნავს მარჯვნივ აკრძალულიათ აქვთ მოძრაობა მითითებული წონის სატრანსპორტო საშუალებებს ტვირთიანად. აქ მითითებულია, რომ ეს სატრანსპორტო საშუალებას ამ სატრანსპორტო საშუალებას მიაქვს 14 ტონიანი ტვირთი და მოცემულ გზაზე ის ვერ შეუხვევს. სხვა წონის ტრანსპორტს, რომლის მასა 12 ტონაზე ნაკლებია თავის ტვირთიანა, ეს ნიშანი მარჯვნივ მოხვას არ უკრძალავს. გზის სახიფათო ნაპირი ამ საგზაო ნიშანთან ერთად გამოიყენება და მძღოლებს აფრთხილებენ, რომ სახიფათოა გზის მარჯვენა ნაპირთან მიახლოება. ძალზე ხშირად შეხვდებათ ეს დამატებითი დაფა, რომელიც მიუთითებს, როგორც აღნიშნეთ, მთავარი გზის მიმართულებას. ცალკე აღებული ეს საგზაო ნიშანი ნიშნავს მთავარ გზას, ეს კი პირობითად აქ ხედავთ, რომ გზაჯვარედინია და ამ გზაჯვარედინზე მთავარი გზა ვრცელდება მარცხნივ. თუ ეს კონტურიანი ხაზი იქნებოდა მითითებული მარჯვნივ, ნიშნავს, რომ მთავარი გზა ვრცელდება მარჯვნივ. ეს ისრები კი მიუთითებენ ცალ-ცალკე საგზაო ნიშნების მოქმედებას მოცემულ ზოლში. აქ გვაქვს სამზოლიანი გზა, სადაც თითოეულ ზოლში მითითებულია თუ რა სიჩქარით შეუძლიათ, რა მაქსიმალური სიჩქარით შეუძლიათ იმოძრავონ მოცემულმა სატრანსპორტო საშუალებებმა. ცალკე აღებულ ამ დამატებით დაფას ქვია ინვალიდების გარდა. ანუ ეს მოცემულობა ასე უნდა წავეკითხოთ. აუცილებელია ყველა მიმოძრავოს მარჯვნივ ინვალიდების გარდა. აი ინვალიდს კი შეუძლია იმოძრავოს როგორც მარჯვნივ, ასევე პირდაპირ. და ეს სატრანსპორტო საშუალება არ ღვევს მოთხოვნას, ვინაიდან როგორც ჩანს, მისი მძღოლი არ გახლავთ ინვალიდი. კიდევ ვიმეორებ, ინვალიდების გარდა, ესე იგი მოძრაობთ ყველა მარჯვნივ ინვალიდების გარდა და აი ინვალიდს კი სადაც სურს იქით იმოძრავებს. ეს ნიშანი ნიშნავს საში ტვირთის კლასს, ანუ ტრანსპორტს, რომელსაც გადააქვს საში ტვირთი. ამ მომენტში მიმთითებელი ნიშანი, რომელიც მიუთითებს მოძრაობას მხოლოდ პირდაპირ, ეხებათ საში ტვირთის გადამტან სატრანსპორტო საშუალებებს და არა სხვა ტიპის ტრანსპორტებს.
აი მოკლედ ამ დამატებითი დაფების შესახებ და კიდევ გიმეორებთ რომ აღნიშნული დამატებითი დაფები ცალკე არ შეგვხვდებათ, ისინი შეგვხვდებიან რომელიმე საგზაო ნიშნებთან ერთად და დამატებით გვაწვდიან ინფორმაციას კონკრეტულად იმ ნიშნის შესახებ, რომელთანაც უშუალოდ ისინი არიან გამოყენებულნი.